მოგესალმებით, ჩამოკარგებო. დღევანდელ საჯარო გაშლაში მოდით ვნახოთ, რატომ შეხვდით კონკრეტულ ადამიანს, ვინ არის ეს ადამიანი თქვენთვის და რა არის, ესე რომ ვთქვათ, სულიერი მიზანი იმისა, რომ თქვენ ამ ცხოვრებაში ერთმანეთთან გადაიკვეთეთ. ზოგადად რომ ვთქვათ, შემთხვევით ჩვენს ცხოვრებაში არც ერთი ადამიანი არ შემოდის, ყველას რაღაც გარკვეული ფუნქცია აქვს და ერთგვარი გაკვეთილი ჩვენს ცხოვრებაში, ამიტომ აქედან გამომდინარე, მოდით ვნახოთ, აი თქვენს მიერ ჩაფიქრებულ კონკრეტულ პიროვნებას რა ფუნქცია აქვს, რატომ შემოვიდა ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში. გვექნება ორი ვარიანტი, პირველი, მეორე, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი, რომელიც უფრო მეტად მიგიზიდავთ და ვნახოთ რა მიზეზით შემოვიდა ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში. დავიწყოთ პირველი ვარიანტით. პირველ რიგში აქედან გამომდინარე, ერთი არკანიდან გამომდინარე, რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ეს ადამიანი შემოვიდა იმისთვის, რომ თქვენს ცხოვრებაში შემოიტანოს რაღაც უფრო მეტი სტაბილურობა, უფრო მეტი სიმყარე. შესაძლოა, არ ვიცი, თქვენი მომავალი მეუღლეც იყოს ზოგიერთების შემთხვევაში, ან ის ადამიანი, ვინც თქვენს მატერიალურ, თქვენს აქაურ ცხოვრებისეულ რაღაც საკითხებში ძალიან დიდ როლს ითამაშებს იმისთვის, რომ უფრო მეტად სტაბილურად და უფრო მეტად კარგად იყოთ, თუნდაც მატერიალური კუთხით. მოდით აბა დავამატოთ უკვე არკანები და ვნახოთ რა არის მიზეზი ამ ადამიანის შემოსვლის თქვენს ცხოვრებაში. იცით როგორი მომენტია? ჯერ ერთი ვიტყოდი, რომ თვითონ ამ ადამიანისთვის თქვენ ხართ, იცით როგორი პიროვნება, აი ადამიანი, რომელიც მას ასწავლის იმას, თუ როგორ იყოს ურთიერთობაში სტაბილური, როგორ უყვარდეს საერთოდ ზოგადად, იმიტომ რომ შეიძლება ძალიან ცივი ხისტი ადამიანი არის ზოგადად ეს პიროვნება, ან იყოს, ანამ თქვენ გაგიცნობდათ და თითქოს ეს ურთიერთობა რაღაცნაირად თქვენს ასე ვთქვათ, ეს ურთიერთობა მასში ახდენს ძალიან დიდ ცვლილებას და ტრანსფორმაციას იმ კუთხით, რომ ეს ადამიანი რეალურად ხედავს თუ რა არის სიყვარული, რა არის გრძნობა, რა არის კავშირი ორ ადამიანს შორის. შესაძლოა ამ ადამიანს ისეთი დამოკიდებულება ჰქონდა, რომ მაგალითად ოჯახს არასდროს შექმნიდა, ან თუნდაც სტაბილური ურთიერთობა არ უნდოდა, ან არ უნდა შეიძლება ამ კონკრეტულ მომენტშიც, თუმცა ფიქრობ, რომ ამ ადამიანის შეხედულებები ბევრ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება თქვენი ურთიერთობიდან გამომდინარე. ზოგადად ამ ადამიანს თქვენს ცხოვრებაში შემოაქვს სტაბილურობა. ფიქრობ, რომ ისეთი არკანები ამოვიდა, იმპერატორი, 10-იანი მონეტები, რაინდი მონეტების, ან ვიცით როგორი არკანებია, სულ რო აი სტაბილურობა, სიმყარე, რაღაცა ზოგადად მამაკაცის ფიგურა, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენს ცხოვრებაში, შესაძლოა ეს იყოს რაღაცა უფრო ფიქრობ ოჯახური კუთხით, იმიტომ რომ ამ ადამიანთან გაქვთ იმის შანსი, რომ თუნდაც ოჯახის შექმნათ არ გამოურიცხავ ზოგიერთების შემთხვევაში. თუმცა როგორც ასეთი რატომ შეხვდით ერთმანეთს, ის არის, რომ თქვენ ამ ადამიანმა ამ ცხოვრებაში უნდა მოგიტანოთ რაღაც სტაბილურობა, სიმყარე და უნდა იყოს ეს ადამიანი თქვენთვის დასაყრდენი და თვითონ ამ ადამიანისთვის არის ის გაკვეთილი, რომ ისწავლოს რეალურად ეს პასუხისმგებლობის აღება ურთიერთობაში, რაღაცა ეს მუდმივი შინაგანი ბრძოლიდან გამოსვლა, გაურებიდან გამოსვლა და ის მომენტი, რომ რაღაცა ეს გრძნობა ემოცია საკუთარ თავში გააღვიძოს და მიენდოს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ აი მხოლოდ ეს რაციონალური გონება და მხოლოდ რაღაცა ლოგიკა ჩვენ მოკლედ არაფერს არ გვაძლევს, ხო? ამის იქით არის რაღაცა გრძნობები, ემოციები, სულიერი მხარე და ზოგჯერ კი უჭირთ მამაკაცებს, რომ აი ამ ყველაფერთან რაღაცა გარკვეული კავშირი გქონდეთ და ზოგადად უარყოფენ ამ ყველაფერს უმეტესწილად. თუმცა ცხოვრებისეულად ძალიან ბევრ რამეს ასწავლით ხოლმე მათ სამყარო იმისთვის, რომ რაღაცებს ცოტა სხვაგვარად შეხედონ და სხვანაირად დაინახონ. მაგრამ მამაკაცის გონება და მამაკაცის არსი თვითონ არის ეს პრაგმატულობა, რაციონალურობა, ხოლო ქალი არის უფრო მეოცნებე, რაღაცა გრძნობიარე არსება, ემოციური. ხო ხვდებით ეს ენერგეტიკულად როგორც არის ახლა კაცის და ქალის ენერგია, ხო, რასაც ქვია ეზოთერიულად. ნუ აი ესეთ სცენარს მიჩვენოს აი აქედან გამომდინარე. მოდით აბა ვნახოთ, როგორ განვითარდება, როგორ წავა თქვენი ურთიერთობა, ეს კონკრეტული სიტუაცია, რჩევა თქვენთვის ამ ურთიერთობაში. ადვილი არ იქნება ეს ურთიერთობა არც ერთთვის ესეც იცოდეთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილი გაქვთ ერთმანეთთან, როგორც ჩანს, ხო?
ბევრი რაღაც გადაწყდება და მოგვარდება თქვენ შორის და სიყვარული ნახეთ, ემოციები, გრძნობები ერთად იქნებით აუცილებლად თუ რაღაც სირთულეები გაქვთ, იცოდეთ რომ რაც არ უნდა იყოს, აუცილებლად შეძლებთ რომ დაძლიოთ რაღაც მომენტები თქვენს თავში და თქვენი ერთობა, თქვენი ასე ვთქვათ ურთიერთობა აუცილებლად შედგეს და ძალიან კარგია, იმიტომ რომ კი აქ მომავალი აქვს ნამდვილად თქვენს ურთიერთობას, მიყევით პროცესს მიყევით დინებას, ვფიქრობ, რომ ეს ურთიერთობა აუცილებლად მიგიყვანთ ძალიან კარგ შედეგამდე საბოლოო ჯამში, რაც არ უნდა რთული იყოს თქვენთვის ახლა რაღაც გარკვეული მომენტები. რაც შეეხება უკვე მეორე ვარიანტს, ვინც აირჩია მეორე ვარიანტი, აქაც ძალიან საინტერესო არკანი გვაქვს, ეს არის ქურუმი ქალი და ქურუმი ქალი ეს არის არ ვიცი, ფიქრობ, რომ პირველ რიგში ეს ურთიერთობა თქვენში ხსნის რაღაც ცოდნას, დაფარულ ცოდნას, რაღაც სულიერ ცოდნას, ესე ვიტყოდი და ფიქრობ, რომ რაღაც უფრო მეტად საკუთარ თავში გახედებთ და არც შეიძლება ამ ადამიანის გამოჩენის მერე დაიწყო თქვენ ცხოვრებაში ის, რომ უბრალოდ თუნდაც რაღაც ტაროს გაშლას უყურებთ, ხო? რაღაც ასტროლოგიით დაინტერესდით, ეზოთერიით, ზოგადად ტაროლოგიით, რაღაც აი ბევრი რაღაც კითხვები შეიძლება გაგიჩნდათ ამ ურთიერთობიდან გამომდინარე და გადაწყვეტეთ, რომ რაღაც პასუხები თქვენივე რაღაც ძალებით გეპოვათ, ხო? აი ესეთ მომენტს მიჩვენებს. მოდით აბა ვნახოთ, ზოგადად რო იცოდეთ, ეზოთერიაში ვინც არის და ზოგადად ამ სფეროში, მოკლედ განვითარება არასდროს არ ხდება მარტივ დონეზე, რომ აი რაღაცა არის რაღაც მომენტები, რომ კი ყველაფერი ზოგადად მარტივია, მაგრამ ადამიანების სულიერი ევოლუციის გზაზე, როცა შინაგანად რაღაც ცვლილება ხდება, გადიან ძალიან რთულ საფეხურს, მტკივნეულ საფეხურს, როცა რაღაცა ძველი პატერნები იშლება და ადამიანები ვცდილობთ იმას, რომ რაღაცნაირად აი ყველაფერს სხვაგვარად შევხედოთ. ამ დროს შეიძლება ყველაფერი თავზე ჩამოგენგრათ, მართლა რასაც ქვია, თქვენი შეხედულებები, თქვენი რწმენა, წარმოდგენა რაღაც სიტუაციებთან დაკავშირებით. როცა სულიერი ევოლუცია მიდის, ძალიან ბევრი რაღაც გვენგრევა თავზე პირდაპირ მნიშვნელობით. და ძალიან ესეთი პროცესი არის რა, ეს არ არის რომ რაღაცა ხის ქვეშ მართლა გასხილოსნებული დაждე და რაღაცა ბედნიერად იყო, ხო? მოკლედ ძალიან ბევრი შრი აქვს ამ ყველაფერს და ზოგადად ასე ვთქვათ, ბევრი რაღაცა საინტერესო მომენტი არის და ძალიან დიდი გავლენა აქვს ხოლმე, როცა სულიერი განვითარება ხდება ურთიერთობას, იმიტომ რომ ადამიანზე რა მოქმედებს, ხო, ყველაზე მეტად სიყვარული, ხო? აი ეს ემოცია, გრძნობა, ადამიანის დაკარგვა, ადამიანთან, არ ვიცი, ურთიერთობა, ის სურვილი, რომ ადამიანთან ყოფნა გინდა, ხო? იმდენ ამას ვაკეთებთ ჩვენებისთვის, რომ აი კონკრეტულად სიყვარულის გამო, ხო? და ეს არის, რომ აი სწორედ ამის გამო, ეს არის მთავარი, რაც გვაჯაჭვებს ხოლმე, აი ეს ეშმაკის არკანი, ვინც იცით, ხო, რაც არის. ეს არის მიჯაჭვულობა, ხო? აი გვაჯაჭვებენ რაღაც სიტუაციას და თუნდაც ადამიანს და მე რა ვცდილობ, რომ რაღაცა გამოსავალი ვიპოვოთ რაღაც თემებში. მოკლედ, ჩემი კატა ხმაურობს და ამაზე იმედია პრობლემა არ გექნებათ და არ შეგაწუხებთ. მოდით აბა დავამატოთ არკანები, ვნახოთ რატომ შევხვდით ერთმანეთს, რატომ შემოვიდა ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში. იმპერატრიცას ენერგია გვაქვს. ნახეთ, ძალიან საინტერესოა იმისთვის, რომ თქვენ შეძლოთ რაღაც მხრივ საკუთარი თავის პოვნა. საკუთარ თავში რაღაც ახალი ცოდნის აღმოჩენა და რაღაც ერთგვარი აი თითქოს თქვენს თავში რაღაც ახალ ძალას იპოვით, ახალ შემართებას და არ ვიცი, ძალიან ბევრ ამაში ვფიქრობ, რომ დახელოვნდებით და ამ ურთიერთობის წყალობით თქვენს თავს პოულობთ პირველ რიგში, აი ამას ვიტყვი და თქვენს რეალურ ძალებს, აი რამდენად ძლიერი ხართ, რამდენად შეგიძლიათ რაღაც, ხო? აი ეს მომენტი არის. ეს ურთიერთობა თქვენ გაგდებთ რაღაც გაორებულ მდგომარეობაში, ან რაღაც აი როცა ადამიანი რაღაც სიტუაციაში იჭედება, ესე რომ ვთქვათ და ვერ გამოდის რაღაც მდგომარეობიდან და ეს ყველაფერი ვფიქრობ ძალიან დიდი გაკვეთილია რეალურად თქვენთვის. და რაღაც ქალურ ენერგიებთანაც არის დაკავშირებული, ვფიქრობ, აქ რაღაც თქვენი ეს ქალური ენერგიები თითქოს უფრო მეტად თქვენში აი იზრდება და რაღაცა სტაბილურობას აღწევს, აი ესე ვიტყოდი. მოდით აბა დავამატოთ კიდე არკანები, რისთვის შემოვიდა ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში. ვფიქრობ, რომ რაღაც რთული მდგომარეობიდან გამოყავხართ ამ ადამიანს, თავისი სიყვარულით, თავისი გრძნობით, იმიტომ რომ
ძალიან აი ზოგადად ძალიან თბილი ადამიანი ჩანს ეს ადამიანი თავის სიყვარულით შეუძლია რომ რაღაცნაირად თითქოს განკურნოს თქვენში რაღაც გარკვეული თემები, რაც ძალიან რთულად შეიძლება გადაგაქვთ. მოდით აბა კიდევ დავამატოთ, როგორ წავა თქვენი ურთიერთობა ამ ადამიანთან, რჩევა თქვენთვის. რაღაც იმედგაცრუება უნდა დატოვოთ, უნდა შეძლოთ, რომ რაღაც სიტუაციებისგან განთავისუფლდეთ, რაც ნეგატიურ მდგომარეობაში გაგდებთ ზოგადად. უნდა შეძლოთ რაღაც სიტუაციაში გამოსავლის პოვნა. აი ესე ვიტყოდი, ეს გჭირდებათ, იმიტომ რომ აქ რაღაც, არ ვიცი, საკმაოდ ნეგატიური მომენტებია. შეიძლება თვითონ ამ ურთიერთობაში მოხდა რაღაც და რაღაც გაორებულ მდგომარეობაში ხართ ამ ადამიანთან დაკავშირებით, ან ზოგადად თქვენ ცხოვრებაში და სიყვარულთან დაკავშირებით გაქვთ ეს მომენტი, რაღაც გაურკვეველი. კი, აქ რაღაც ცით როგორი მომენტი არის. აი შანსი შემოდის რა, ნახეთ როგორი სცენარი შეიძლება იყოს. აქ ზოგიერთების შემთხვევაში შეიძლება თქვენ უკვე ურთიერთობაში ძალიან გული გეტკინათ, გამოიარეთ რაღაც ისეთი, რაც არ იყო ადვილი თქვენთვის და ეხლა რაღაც მუდმივად გარბიხართ თითქოს რაღაცა ურთიერთობიდან, ან აი ეს სიახლოვე რაც არის ურთიერთობაში, იმიტომ რომ გეშინიათ. შეიძლება თქვენი პარტნიორის ენერგიაც იყოს ეს, რომ აი რაღაცა შიშები გაქვთ ორივეს და ამისთან მიუხედავად ძალიან ძლიერები ხართ ორივე. ნახეთ, ქურუმი ქალი გვაქვს და მაგის არკანი, ხო? ორივე ძალიან ძლიერი პიროვნებები ხართ. გაქვთ იმის შანსი, რომ შეძლოთ აი ამ რაღაცა რთული მდგომარეობის გადალახვა. თავარი არის იმაზე, რომ აი რამდენად შეძლოთ, რომ რეალურად რაღაც მომენტებს თვალი გაუსწოროთ თქვენს ცხოვრებაში, თორე ისე შანსი ნამდვილად გეძლევათ, რომ ეს თემები თქვენს ცხოვრებაში გადალახოთ. უბრალოდ შეიძლება რაღაც მომენტში მარტო ყოფნა დაგჭირდეთ, ან რაღაც პერიოდი სამყარომ დაგაშოროთ ამ ადამიანთან, იმიტომ რომ საკუთარ თავში ჩაიხედოთ და რაღაც მომენტებს ცოტა სხვაგვარად შეხედოთ ორივემ და ისე ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები ხართ ერთმანეთისთვის, ეს კავშირი ძალიან მნიშვნელოვანია ორივესთვის, აი ამას გეტყოდით, იმიტომ რომ ძალიან დიდ ცოდნას იღებთ ამ ურთიერთობიდან გამომდინარე. მოკლედ ეს არის ჩემო კარგებო. მაინტერესებს რამდენად რეზონირდება თქვენთან და შეგიძლიათ კომენტარებში დამიწეროთ, რამდენად ახლოს იქნება რომელიმე ვარიანტი თქვენთან. გამოიწერეთ ჩემი არხი, დალაიქეთ ვიდეო, ეს ერთი თხოვნა არის ენერგობალანსისთვის და მოკლედ დაგიბრუნდებით სხვა საინტერესო საჯარო გაშლებით. წარმატებებს გისურვებთ, მიყვარხართ ყველა ძალიან. დროებით.